დღეს ვანახლებთ ჩვენს მორიგ სხდომას, საჯარო სხდომის ფორმატში მუშაობას. გვეყოლება 4 პირი გამოსაკითხი. დავიწყებთ ბატონი გურამ თირქიათი, რომელიც სამეგრელოდან გვესტუმრა და ამ ნაწილში სხდომის ორგანიზებისათვის მე მინდა ჩვენს კოლეგას ბატონ ილია ინჯიას, ჩვენს დეპუტატებს სამეგრელოდან, ვინც არ არიან კომისიის წევრები და ყველას, ვინც დაგვეხმარა სხდომის ამ ნაწილის ორგანიზებაში, მადლობა გადავუხატო. მომდევნო პირებიც სამეგრელოდან იქნებიან და აქაც მე მინდა სწორედ იმ დეპუტატებს უთხრა მადლობა ბატონ ირაკლი ზარქუას და სხვებს, ვინც დაგვეხმარა სხდომის სრულფილად ორგანიზებაში. ბატონი გურამ თირქია მოსულია, ის ვაჟთან ერთად მოვიდა და აგვიხსნის თუ რატომ, ვინაიდან მისი ვაჟი ბატონი გოდერძი იყო ის, ვინც როგორც ჩვენთვის ცნობილია დააკავეს იმისთვის, რომ შემდეგ მამა ჩაეგდოთ ხელში და ამიტომაც ვაჟიც მობრძანდა, რომელსაც ვთხოვოთ, რომ მეორე რიგში დაიკავოს ადგილი, ხოლო ბატონი გურამი შემობრძანდეს და დავიწყოთ მუშაობა თუ შეიძლება. მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოუწოდო კომისიის სახელით კომისიასთან თანამშრომლობისკენ, ვინაიდან თანამშრომლობაზე უარი, როგორც ვიცით და ახლა უკვე ვნახეთ, ისჯება სისხლის სამართლის წესით. ბატონო გურამ, მოგესალმებით, დამბრძანდით თუ შეიძლება. მოგესალმებით კომისიის წევრებო, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ბატონო გურამ, მადლობა თქვენ ჩამობრძანებისთვის, მივესალმებით თქვენს ვაჟს ბატონ გოდერძის, რომელიც მეორე რიგში დაიკავებს ადგილს და დაესწრება სხდომას და თუ თქვენ დაგჭირდებათ, რომ თქვენი ვაჟი ჩაერთოს და ან ფაქტი შეგახსენოთ, ან რაიმე ინფორმაცია გითხრას, მასაც ექნება ამის შესაძლებლობა. სანამ თქვენ საუბარს შეუდგებოდეთ, ბატონო გურამ, წინ თქვენ გიდევთ დოკუმენტი, რომელსაც თქვენ გაეცანით სამდივნოსთან ერთად. ამ დოკუმენტში წერია, რომ თქვენ მიერ კომისიისთვის განზრახ შუახსნა განმარტების მიწოდება, ან კიდევ უარი პასუხზე, ან პასუხისთვის თავის არიდება, როცა კითხვა დაისმის. ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. თქვენ ეს იცით, წაიკითხეთ, მეც გითხარით ამის შესახებ და ამ ყოველივეს დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი ამ დოკუმენტს, რომელიც წინ გაქვთ, მე მგონი გაქვთ ხომ ეს დოკუმენტი თქვენ. მოაწერეთ ხელი თუ შეიძლება, ხელმოწერილი არ უნდა იყოს ჯერ და ხელს რომ მოაწერთ, ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ უკვე საუბარს. დიდი მადლობა ბატონო გურამ. მოდით ასე მოიქცეთ, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით. გარკვეული დრო აიღეთ თქვენ, როგორც წესივე ვნებით ხოლმე ყველას, რომ 15 წუთს ნუ გავწდებით და გუითხარით იმ დარღვევების შესახებ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, იმ რეჟიმის დროს, რომელმაც ძალიან მძიმე დღეში გამოატარა საქართველოს თითოეული ოჯახი და მე ასე ვიტყოდი განსაკუთრებით სამეგრელოში, მოგვითხროთ ამის შესახებ და შემდეგ კითხვებს დავსვამთ. თქვენ როდესაც ჩათვლით საჭიროდ, რომ რომელიმე ინფორმაცია ან ფაქტი შეგვახსენოს ბატონმა გოდერძიმ, თქვენვე გითხარით ამის შესახებ და ჩვენ მას მივცემთ სიტყვას. მისაღებია ასე? ასაგებია. აბა გისმენთ ბატონო გურამ, ისაუბრეთ, ჩართულია მიკროფონი, როცა წითლად ანთია, უკვე თქვენი ხმა ისმის. ტყუილს არ ვიკადრებ. სიმართლე მინდა კარგად რო გავიხსენო. 2001 წელს შევიძინეს სამოსახლო მიწის ნაკვეთი 3000 კვადრატული მეტრი. მიწის ნაკვეთი რო შევიძინე
ამაში მეხმარებოდა ჩემი დისშვილი ანზორიკი გალიშვილი. შენ მონადირე ხარო და სხვისპირას აუცილებლად კარგ სახსას აგიშენებო. ხო და მეც ხანდისხან ჩამოვალო და ვინადიროთ. აი ეს სიტყვა იყო ჩვენ შორის. ეს არის სახლი ავაშენეთ სხვისპირას მიმდებარე ტერიტორია იყო ახლოს ყოფილი პიონერთა ბანაკი კერძო საკუთრებაში ეს იყო ბეჭვაიას სახელზე ხო და იყიდებოდა მიწა ეს 41,000 კვადრატული მეტრი. ეს სამეგრელოში ხდება ბატონო გურა. ანაკლიაში. დიახ, სხვისპირას ხო და მეთქი იყიდება მეთქი ასე კარგი ტერიტორია მეთქი ჩემს ძეშოს ხარი და ასე ამეთქი. ვინც ყიდისო აი ეს კაცი შემახვედრო და უნდა დაუკავშირდეო. თვითონ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მირეკავს ცოტა ხნის მერე ეს არის უკვე 2003 წელი. ხო და მირეკავს უკვე ჩვენი არიო მიწებიო. აბა კარგად მოუარეო. დისშვილი მირეკავს მოვიდა მე პატრონე როგორც საჭირო იყო როგორც ყველაფერი რიგზე იყო საბუთები ყველაფერი თანხა შევიტანე ხო და მეუბნება უკვე თქვენი საკუთრება არისო მომილოცა მე პატრონე დავშორდით ასე ერთმანეთს გავიდა დრო ესა სადღაც 2005 წელი სამეგრელოში გუბერნატორი გიგი უგულავა იყო. ესა სადღაც 2004-2005 წელი. გიგი უგულავამ ვიცნობდი მე ვიყავი მონადირეთა კავშირის უფროსი, ის გუბერნატორი. ხო და ხანდისხან დადიოდა სათევზაო და ორჯერ მაგ შენახვედრი ელექტროდენით რო იჭერდა თევზს. ხო და მაშინ გარემოს დაცვა არ იყო ჩვენი ხალხი იცავდა ყავდა ეგერები ხო და მეუბნება ხალხი ანაკლიაში ბატონო გურამიო ჩვენ დაგვაგიდებინეთო ეს აპარატი და დენი და გუბერნატორი როზისო და როიჭერსო თევზს აპარატით ეს დასაშვები არისო ხო და როგორ გამაფრთხილებს უკვე მე ჩემი თვალით უნდა ვნახე ორჯერ და რა შვები მეთქი თუ იცით რა შვებით მეთქი ამის მერე არ მქონდა შეხება მაგაზე და 2005 წელს მიბარეს სამსახურში მიბარებს გამარჯობა გაგიმარჯოს ეს დაავიწყდა ეს ბრაკონიერობა ხო და მიბარებს სამსახურში და მეუბნება მე ვიციო შენი დისშვილი ვინ არის ვიცნობო შორიდა ხო და უთხარიო რომ ახალი მთავრობაში ახალი ვარსო მოსულები და დაგვეხმაროსო რითი მეთქი $5 მილიონი $100 ამ თანხითო თქვენ საკუთარ მიწაზეო ერთ სასტუმროსაც აგიშენებთ თანხაზე ვერ გეტყვი მეთქი ვერაფერს მე არ წვეთ მეთქი ასე და მე რაღაცა თანხა რო ყოფილიყო რაღაცა 5,000 ლარი ან რაღაცა ამას ვეტყოდი და $5 მილიონ დოლარზე ლაპარაკი და ამას ვერ ვეტყვი და თქვენ შემიძლია რომ დაგიკავშიროთ მეთქი და თქვენ უთხარით თანხაზე მეთქი
კარგი ბეტყვიო. გამოვედი გარეთ და ვინ არის რა მითხრა ამ კაცმა ჩემ თავს ვეუბნები. არც ვიცნობ, არც მიცნობს და ამდენი დოლარები საიდან როგორ ვის უთხრა. მერე მეუბნება ერთი თვე, ორი თვე გასული და მირეკავს ჩემი დისშვილი, რომელიც საზღვარ გარეთ ცხოვრობს. თბილისში ვარო და ჩამოდიო. ხანდახან სანადირო ტანის ამოსი მოქონდა ჩემთან და ამით ჩამოვედი. ერთ-ერთ სუფრაზე რესტორანში წაიყვანეს თბილისის კოლორიტებმა ეს ჩემი დისშვილი. ხო და ვზივართ რესტორანში. ხო და მირეკავს გიგი. თქვენი დისშვილი თბილისში არის. მეთქი კი არის მეთქი. დრო მომეცი ცოტა ხანი მეთქი და დაგიკავშირდებათ ალბათ და თქვენ დაუკავშირდით მეთქი, მე როცა გეტყვით მეთქი. უთხარი ჩემს დისშვილს ასე გუბერნატორი რეკავს მეთქი. მომეციო და ადგა სუფრი და ავდექი მეს და გავყები გვერდით. ხო და ეუბნება გამარჯობა გაგიმარჯოს. მესმოდა ყველაფერი. ხო იცი თავრობაზე ახალი ის არისო, რაღაცა გჭირდებაო, შენს ბიზნესო, ერთ სასტუმროსაც აუშენებოდა 5 მილიონი დოლარი მჭირდება. რაღაცა ფერი შეეცვალა უცბად რა უჭირსო საქართველოს მითხარიო და რისთვის ვაგზავნიო. ხო უნდა ვიცოდეო. ბოდიში მაბადიეთ. აიშე. დაგეხმარებიან არა უშავს. აიშე ბიდაღადა. დიახ. მაბადიეთ. რას ვძანებთ ისმენთ? ხო და ეუბნება ჩემ დისშვილს ასე ეს თანხა უნდა გამომიგზავნოთ. რომ მორჩაო ლაპარაკი. ანზორი ეუბნება რისთვისო რა უჭირსო საქართველოსო, რა შემეძლო გაუკეთეო. ხო და დედამისი დასაფლავებულია ვაკეში, სარტავას გვერდით. ხო და იქ რაღაცები რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა და მითხარითო კონკრეტულად რისთვის გინდათო ეს თანხა. შენს ბიზნესო სასტუმროს დაუშენებო ერთ. ნუ წუხდებითო. ჩემი ბიზნეს სასტუმროთ ნუ წუხდებითო. ამასო მე ავაშენებოდა. უარი რომ მიიღო ანზორისგან დაემუქრა ღიად. ყველაფერს წავართმევთო თქვენს ბიზნესს. ეს შეიძლება უპასუხა დროები წაართვათო ჩემს ბიზნესს, მაგრამ დასადგომ ადგილა საქართველოში თქვენ წაგართმევთო. მოშორდეთ ერთმანეთს. ამის მერე გავიდა დრო არ შევხვიანებულ ვარ გიგის მიდის დრო ჩემო ბატონო და იყიდებოდა სასოფლო მიწის ნაკვეთი 17 გექტარი მეთქი ასე იყიდება 17 გექტარი მიწის ნაკვეთი ხილნარს გავაშენებ და იყიდეო ხალხისგან ვიყიდე ვისაც საკარმი დამოში არ ყოფნიდა
მიწა თავრობა აძლევდა სხვაგან მიწებს და აი ამ მიწებს ყიდიდნენ მერე და ვიყიდე 14 გექტარი 17-ის გადავიხადე მაგრამ იმ დროს იყო რომ თავს დაგვესხვა ახალაია გაფორმება 4 გექტარის ვერ მოვასწარი ეს 2005 წელი ხო და უკვე გადავიდა ახალაიას და ჩვენი ის ერშვენიერ დღეს ვიყიდე ესეც ხალხისგან ყველა გავისტუმრე როგორ საჭიროა ისე ყველა საბუთიერად შესატანი რაღაცა სათაღლითო არაფერი არ მჭირდა არ ვიყავი გაჭირები ვეტყოდი აი ეს მჭირდება ან ეს არა მაქვს რაღაცა მისრულებდა ეს ჩემი დაიღო და დისვილი მერე მეუბნება ერშვენიერ დღეს ვიხდიდი თანხას მიწის გადასახადს ყველა საბუთები ყველა გამაჩნია როგორც გავაფორმე რამდენი შევიტანე ყოველწლიურად სადღაც ერთ თუ არ ვტყუდები 40,000 ლარი მიწის გადასახადი მაქვს გადახდი ამის მერე მიბარებს ერშვენიერ დღეს ბატონი როლანდი ახალაია როგორ თქვენი შვილი და მეუღლე დაჭერილი ყავსო ხო და სასწრაფოდ ჩამობრძანდი მეთქი რა იყო რა მოხდა ბავშვი ხარ დაეჯახა მანქანით ვინმეს ან რაღაცა რაზე მეთქი მალეოა გაიგებო გლბოდიში გლის შემოსევა იყო და ბიჭები მყავდა სანადიროდ მეთქი ასე მანქანა შორს ამყავს სანადიროდ ვარ მეთქი ხო და უცბად როგორ უნდა ეს მთა გადავიარო ფეხით მერე მანქანაზე უნდა მივიდე აბანოში უნდა შევიდე და მოვალ მე სასწრაფოდ გეუბნებიო ამის მერე მოვიდე ეს დრო ხო და შევედი მაგრამ ზუგდიდი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს ვიცნობდა ეს ბიჭები ახროზიან რაღაცა ნაცნობის სახე მაგრამ ისე შემხდნენ როგორც მხეცები ერთი იქიზის მეორე აქეთ უკან საჩემოვედი მეთქი ანდა ქალაქში რო გადიან და სამსახურში რო ხდებიან ახლოსა პროკურატურა და მონადირეთა კავშირის რამ გამხეცა ეს ხალხი სად მოხდი მეთქი რა გჭირთ მეთქი რა და თაღლითი ხართო შესვლა და მეთქი რა არის მეთქი არც ვიცი და შენი შვილი და მეუღლე დაჭერილი ყავსო ამა მაგდებს გაუშვებთო და შენ აქ იქნები არ გიმეთქი დამიწყო ამის საყიდი თანხა საიდან მოიტანე დამიდგეს იქ და ახალაია ისმენდა და ვიღაცები იყვნენ ჩემთვის უცნობი იყვნენ მაგნები და არც მინდა სახელი და გვარი რო გავიხსენო მაგნები ბატონო გურამ ეს პროკურატურის შენობაში ხდება როლანდი ახალაიას კაბინეტში ახალაიასთან როლანდი ახალაიასის ჩამირთეს და მიყურებდა შორიდან გიყურებდა ტრანსმიშნავს ინტერნეტიდან მიყურებდა შესვლისას მითხრა იციო სადა ხარო ვიცი მეთქი პროკურატურაში ვარ მეთქი არა როლანდის ახალაიას რეზიდენციაში ხარო თვითონ როლანდი მგითხრა არა ვიღაცა იყო ჩემთვის ვინც დაგხვდათ ხო აი ეს ხუთი კაცი მხეცივით ბატონო გურამ სინამდვილეში იყავით პროკურატურაში მაგრამ მიმღებმა გითხრათ რომ ეს ახალაიას რეზიდენცია დიახ მიმღებმა რა იმ ხალხმა რო შევედი შიგნით 4-5 კაცი იდგა მხეცები
თვითონ ახალაია როლანდი ჩართვით რომ გელაპარაკებოდათ სად იმყოფებოდა როლანდი რაღაცა ის მომიყერეს და ახალაია გისმენთო აქედან ყველაფერს ისმენთო ხო როლანდია და ალბათ მე იქით არ ხედავდი და მე მხედავდა ალბათ თქვენ ვერ ხედავდით გასაგებია ხო და ამის მერე დაიწყეს ოჯახზე ეს თაღლითიან და მეუღლე მასწავლებელი იყო შვილი საჯარო სამსახურში მუშაობდა ხო და მეუბნება ეხლა რაც მიწები გაქვს ამ სასოფლო მიწებზე ალაპარაკ 17 გეგზარზე 17 არა გაფორმებული მქონდა 14 და გადახდილი მქონდა 17 ხალხს მივეცი ფული მაგრამ ვერ მოვასწარი გაფორმება ისე დაიწყეს ეხლა დაწერო ასეთი რაღაცა რა მეთქი და მიწებს ჩააბარებო ვის უნდა ჩავაბარო მეთქი მიწები რა მიწებზე ალაპარაკი მეთქი საჩიმატანინეთ მეთქი თანხა 40000 ლარი მიწის გადასახადი თუ საკუთრება არ იყო მეთქი ის არის ცოდაო ვინ არის ცოდა მეთქი საბუთებმა არის ის მეთქი გახედეთ საბუთებს მეთქი ამის მერე მეუბნება არ დაიწყო ეხლა ლაპარაკი თორემ 10 წელიანი ციხე მოგიწევსო ჯდომა რაზე მეთქი რაზე ნუ უკვე ამოვიდა უკვე ისეთი ის არის რაღაცა გაუგონარი ეს საკუთრება არ არისო ეს შავი არისო და მეუბნება მე რატო უნდა ჩავაბარო მეთქი მიწები ვის უნდა ჩავაბარო არ ჩავაბარებ მეთქი მიწებს ესაა საკუთრება ჩემი მეთქი 10 წელი რომ მომისაჯოთ ვიცი რა გინდათ მეთქი თქვენ გინდათ ახლა ანზორი კიგალიშვილთან გახვიდეთ და დიდი თანხა რომ მოთხოვოთ მეთქი მე ისაუხსენი იმას მეთქი 10 წელი რომ მომჩენ კაპიკი არ გადაიხადო ჩემზე მე იმ ციხესაც მოვისტუმრებ მაგნებს აქვს 1 წელი დარჩენილი ხო და როგორ იყო ჭიანჭოდაც მთები რო შეესხება იმ დროს იკარგება მეთქი მალე იკარგებიან ესენი მეთქი და 1 კაპიკი არავის არ მისცე მეთქი დამთავრდა ეს ამის ეს და მაგნებსაც აუხსენი თქვენ რო გინდათ ის არ მოხდება მეთქი 1 კაპიკის გადამხდელი არავინ არ არის მეთქი და ჩემს საკუთრებას ხელს ნუყოფთ მეთქი ბევრ ხანს ქონდა ამაზე დილზე და ამის მერე ახლობლების მუშაობდა გუბერნიაში ითხრეს გურამიო ვერ გაუძლებო შენ მაგას რატომ მეთქი და ისეთი ხალხი არისო დაჭერილი ხო ხედავთ ზოგსო რო დაიბარესო სასამართლომდე ვერ მიაღწიაო ისე გარდაიცვალაო ხალხი შენ გაუძლებო ამას ჩააბარე ეგ მიწები არამედ ამის მერე რამდენჯერ დამიბარეს ხამე მირეკავენ ჩაიცვი მოხვალ რო დაждე თბილა ჩაიცვი ბავშვები შეასინეთ მეთქი რო გაცენდება გასტუქსაც გავიკეთებ და მოვალ თქვენთან მე ხოდა იქაური თანამშრომლები ადამიანებიც იყოს ზოგიერთი ბევრი არა ადამიანი ხოდა ჩვენიაო გურამს რო ხდებიო თვითონ გუბერნიის თანამშრომლები იყო ისეთები რომ მიატოვეს მუშაობა ხალხს ბოდიში ხალხს ვაუპატივრებდითო და
როგორ უნდა ვიმუშაო, აქეთ ჩემთან ნადირობენ. ხო და იყვნენ ნორმალური ხალხის, რომელმაც სამსახური დატოვეს. მშვენია გორწამართვეს, რანაირ ყაჩაღურად დამესხნენ თავს. მეუბნება ჩააბარეო გეუბნებია. არა მეთქი. ბევრი ის იყო შემოტევა 1, 2, მესამე და მერე შემომითვალეს 10 წლიან იმას გამოუწყობთ. მეთქი 10 წელი თქვენ არა გაქვთ დარჩენილი მეთქი. თქვენ რო დარჩენილი გაქვთ იმას მე მოვიხდი იმის წროქს მეთქი და დამაჯინეთ მეთქი. მერე დიაბეტიანის ვიყავი და არ შემეძლო ვერ გაუძელი. ამის მერე მეუბნება დაწერეო. რა დავწერო მეთქი? ვინ გეუბნებათ? პროკურორი როლანდის თანდასრებით. გვარი არც მინდა და არც არ გავიხსენებ ამით. ბატონი როლანდი ესწრებოდა ამ დროს? ყველაფერს ხედავდა ჩემს ნათქვამს. და ეხლაც მუშაობს და რა არ მინდა რო ვთქვა. პერიშვილი ეხლაც რო მუშაობს რა. ბატონო გურამ, თქვენ როლანდი ახალაია, ესე პირისპირ არ გინახავთ? არ მინახავ. ყოველთვის იყო თვალით გაკვირდებოდა. ყოველთვის მეუბნებოდნენ როლანდი ისმენს და ჩართავენ რაღაცას და დგევარ იმის წინ. იქით არაფერს არ ხედავ. თვითონ როლანდის ხმაც არ მოგისმენთ? არა. გასაგები. შემდეგ? კი ბატონო, შემდეგ? ამის მერე დამიწერეს რაღაცა. როგორ ჩავაბარო მეთქი, უკვე ბოლო ისა დიაბეტიანი ვარ და ცუდად გავხდი ამდენი შემოტევით. შაქარმა ამიწია სადღაც 600-მდე. ხო და დაწერეთ მეთქი როგორ უნდა ჩავაბარო. ხო და დამიწერეს რაღაც. თაღლითობდი და მიწას ვაბარებ თავრობას. ამას თქვენ მოაწერეთ ხელი მეთქი. და მე დავწერ მეთქი რაც საჭიროა მეთქი და დავწერე. ჩემ საკუთრებაში ყოფილ მიწას ვაბარებ სახელმწიფოს. აი ასე დავწერე ხელი მოვაწერე და მივეცე. ამის მერე სასამართლომ მომისაჯა 5 წელი. ციხე უნდათ, მაგრამ ჩაერია ვიღაცა ახლობელი იქით, აქეთ და ანდა სასამართლო დროს ვიღაცა მომიყვანეს ჩემთვის უცნობი. ხო და ეკითხებიან, იყო გურამი თირქია შენთან. თავდაღუნული დგას ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი ჩემთვის უცნობი. შეეკითხა მოსამართლე ერთხელ. მეორეჯერ ხმას არცემს ეს. ხო და ბოლო ვიცი, ვის ეკითხებია. მეთქი ამ ავამტყო ბიჭს მეთქი, რატომ მომიყვანეთ მეთქი. შენ თქვი ბიჭო მეთქი, რას იცი ყველაფერი თქვი მეთქი. ჩემ წინ დგას. ბოლო ამოუვიდა. არ ვისნობ გურამი თირქიას და რა ვთქვაო. ამ ბიჭმა თვითონ წამოროშა უკვე. ასე ასამართლებთ ხალხო. ჩემი მომხრები ვინც ესწრებოდა სასამართლოს და იმ დღეს ჩაიშალა სასამართლო. გავიდა დრო მომისაჯეს 5 წელი. ხო და მაგნები თავრობაში იყვნენ ამის მერე, ესა 2010 წელი. ხო და
მეკითხება გავიდა ცოტა დრო მოგიხსნითო უკვე ბოლო დროა მაგნების უკვე იცვლება ხელისუფლება 5 წელი პირობითი მომწეს ხოდა 5000 მანეთი ჯარიმა ვინ შემოგთავაზათ ეს ბატონო გურამ რა ვინ შემოგთავაზათ რომ პირობით სასჯელს მოგიხსნი გადაიხადე 5000 ხო ეს ამ პროკურორმა ისევ დია სანაცვლოდ რომ პირობითი სასჯელი აღარ გექნება და ფული გადაიხადეო თუ არა ის ფულიც აიღეს ხოდა ამის მერე დრო გადის რაღაცა 5-6 თვე პატარა დღეები აქვს დარჩენილი მაგნებს ვიცი ხოდა მეუბნება მობრძანდიო თქვენ არა ხართ ცუდი კაციო რაღაცას და მიიწყებს რაღაცას თქვენი მოსახსნელი არ არის მეთქი თქვენ უკვე მომისაჯეთ მეთქი და ამას უკვე მოხსნის ვინც მოვა მაგისი მომხსნელი მეთქი და თქვენთან უკვე კავშირი არ მაქვს მეთქი ხოდა რო შეიცვალა ხელისუფლება იქ დამემუქრა თუ არ გადა 10 წლიანი თუ არ მოგცე მაშინო ტელეფონით მეუბნება ხოდა აი ამ დროსო რო წავიდა ზუსტად იყო ორშაბათი დღე რო წავიდა და ხელისუფლება რო შეიცვალა დაურეკე სად მივიდე მითხარი მეთქი სად მივიდე და გამორთო ტელეფონი ამის მერე მეუბრუნდნენ ოჯახს იმ დროს ცოტა გამოვტოვე იქ ადგილი მეუბრუნდნენ ოჯახს მეუღლე მასწავლებელი იყო მოხსნეს სამსახურიდან ბიჭი საჯარო სკოლაში საჯარო იმაში მუშაობდა სამსახურში მოხსნეს ხოდა ოჯახი ინგრეოდა მერე 41,000 კვადრატულ მეტრო ზღვისპირას რომ მქონდა ამაზე თუ საჩივარს ორჯერ მოვიგეთ სასამართლო ამ მიწებზე ხოდა ამასო თუ სადმე გაასაჯავრებო ეს პროკურორი მეუბნება რატომ მეთქი საკუთრებას თქვენს მერე რა ცხოვრება არ გაგრძელდება მეთქი თქვენ გონიათ რომ წამართვით დროებით ეს თორემ თქვენ რას ამბობთ მეთქი არ გავასაჩივრო კარგია მეთქი ამას გავასაჩივრებ და ქეს დავიბრუნებ თქვენისთანა ხალხი რო გავისტუმრო და რო არაზროს არ დაბრუნდეს საქართველოში მეთქი ხოდა ისე მტრულად იყვნენ გაწყობილი და მეც ასე ვიყავი მაგნების იმაში ისეთი რაღაცა გადავიტანეთ ოჯახში ძალიან ცუდი ავამტყოფობა მეუღლეს ინფარქტი ბიჭ დიაბეტი მე დიაბეტი და ამოწყდა თითქმის ოჯახი მადლობა ბატონო გურამ შეიძლება კითხვა დაგისვათ როგორ ამოწურეს თქვენ საუბარი კითხვები რო დავსვათ შეიძლება კი ბატონო თქვენ ბრძანეთ რომ ნადირობდით და დაგირეკეს და გითხრეს რომ მობძანდიო როლანდი ახალაიამ დაგირეკათ ხო პირადად დია და მობძანდითო იმიტომ რომ თქვენი ცოლშვილი ყავს დაკავებულიო კი ბატონო როცა მიხვედით პროკურატურის შენობაში მაშინ თუ ნახეთ თქვენი მეუღლე და ვაჟი არა მაგრამ ნამდვილად იყვნენ დაკავებულები ხო ალბათ ბატონი კოდერძი დაადასტურებს მე არ მინახავს მაგნები მე შესვლისას მითხრეს და დამწვარი ის მარჯვნივ გამიყვანეს და მაგნები ალბათ კიდევ ორი ადგილას ხონდა შესასვლელი აი იქიდან გამოიყვანეს მაგნები მე მგონი მე რო წავედი და რომ მორჩა ჩემი ის სახში რომ მივედი სახში დამხტა მაგრამ ერთმანეთს დაუწყეთ რა არისო რა მოხდაო აქეთ მეკითხება მე იქით დიახ
შესაბამისად ბატონო გურამ სწორად მესმის რომ შემისწოროთ შეიძლება არასწორად ვაკეთებ დასკვნას თქვენი მეუღლე და ვაჟი იმიტომ დააკავეს რომ თქვენ მიეყვანეთ პროკურატურის შენობაში ალბათ შეგვიძლია ვივარავ ისეა რომ მე რომ მივედი ესენი განთავისუფლეს გასაგებია კი ბატონო ერთი იყო მეორეზე დამოკიდებული. თუ არ მიხვიდოდით, მათ შესაძლოა რომ დაიტოვებდნენ. მაგრამ მაშინებდნენ იქით ერთი იქით დააჯინეთო. ჩემზე ამბობენ. რა არის მეთქი? მეორე უნება არ არის მაგის არსად გამსვლელია, გაიქცევაო ან ვიღაცა საზღვარგარეთ დისშვილი შეიფარებს, არსად არ მივდივარ მეთქი. არაფერი ამჭირს მეც რომ გავიქცე და დავტოვო ჩემი ზუგდიდი მე. გასაგებია კითხვები? ბატონი სოზარი. დიდი მადლობა რომ მოგწანდით ბატონო გურამ. ბრალი გასაგებია რომ არ წაუყენებიათ, მაგრამ მინდა რომ დადასტურებულად თქვა. არც თქვენი შვილისთვის, არც თქვენი მეუღლისთვის არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ, ხო? არა. უბრალოდ ყავდათ როგორც მძევლები, რომ თქვენ მieყვანეთ იქ. დიახ. კი ბატონო. ეს ერთი დამახასიათებელი სახე და შტრიხი იმ მართლა სადისტური ხელისუფლების. მეორე, მიწები რომლებიც წაგართვეს. მაშინდელი ფასი რა იყო? დაახლოებით მიწების. მიწების? დიახ. ფასებზე. მაშინ არ იქნებოდა ძვირი გასაგები. სადღაც არასასოფლო მიწები ღირდა 300 ლარი 1 ჰექტარი. 1 ჰექტარი. დიახ. დღეს იმავე მიწების ფასი რა იქნება, იმიტომ რომ ცოტა ისეთი სტრატეგიული ადგილია. ზღვისპირას არა, ზღვისპირას თითქმის მე პატრონე და ჩემი დისშვილი შეხვდა და მაგნება გაასწორეს. თქვენ არ იცით. არა. კი ბატონო. ბატონი ილია. ბატონ გურამ, მაინც თუ შეძლებთ იმ ბიჭის სახელის გახსენებას თუ შეგიძლიათ, ვინც სასამართლოზე აღნიშნა რომ თქვენ არ გიცნობდათ ეს ბიჭი ვინ იყო, ხო არ გახსოვთ თქვენ, ხო არ იყო? არა, არ ღირს. ზუგდიდელი იყო, არ იყო. ანაგლიელი იყო და ეხლა როგორ მე უთხარი როცა სასამართლო მიდიოდა, ეს ბიჭი ოჯახით გავიცაი და მანამდეც ვიცნობდი. ეხლა მეთქი, თქვენ ამან დაწერა მაგი მეთქი, ეს ვიცოდი ვისი დაწერილი იყო. კითხვა და ძალიან ცუდად განათლება ცუდი. ხო და ამან მეთქი ეხლა გავუშვით აქიდან მეთქი სასამართლოდან. ზუგდიდიდან ანაკლიამდე თუ ბილეთი მარშრუტკის თუ აიღო, ოდა თვითონ მარტო თუ წავიდა მეთქი ანაკლიაში, ყველაფერი მართალი იქნება მე. ვიცოდი რომ ავამტყოფი იყო. ბატონო. ბატონო გურამ, რის თქმას თხოვდნენ ამ ბიჭს? რა უნდა ეთქვა? რაც არ გააკეთა? ამ ბიჭს რას თხოვდნენ? რა თხოვდა ეხლა ვეგეტყვით. ამ ბიჭს თვითონ დაწერილი მაგის არ იყო, ამ პროკურორმა დაუწერა. რა დაუწერა და გურამი თირქია მოვიდაო ჩემთან. გურამი თირქია მოვიდაო და მითხრაო მიწა მომყიდეო მითხრაო. ასე იყო დაწერილი. მიწა მომყიდეო მე უთხარიო საბუთი არ გამაჩნია მიწისო. საბუთი რა თმინდაო გურამი თქვაო ასე იყო დაწერილი, თორემ მაგის ის არ იყო მაგ. ხო და გურამი თირქიას საბუთი რა თმინდაო აგერ მყავსო ანაკლიაში გამგებელი ეფენია. ხო და მაგის საბუთი არ მჭირდებაო, ასე იყო დაწერილი. ვითომ მე საბუთი არ მინდა ისე მიწებს მითვისებდი და აი ეს იყო. ამის მერე მარტო მქონდა ნათხოვნი იქაურ გამგებელზე, ეფენიაზე, რომელიც 9 წელი მიუსაჯეს. და
რომ მოვიდა თავრობა რო შეიცვალა, უცბად გაანთავისუფლებს იმანას სიმართლე დაამტკიცა თავისი და იმას ბრალი იმაზე მიმიძღვის მარტო იმას შევეკითხე თხილნარის გაშენება მინდა ანაკლიაში და ვინ ყიდის მიწევს შენ გამგებელი ხარ და იცი ხოდა მითხრა აი ეს ხალხიო ხალხის რო უთხრა გურამი მიწევს ყიდულობსო ერთი 30 კაცი მოვიდა ამდენი არ მინდა მეთქი ვიყიდი 17 გექტარ 15 ამდენს თორემ 30 კაცი ჩემი იყიდე არა მეთქი არა მაქვს ამდენი მეთქი ხოდა ყველა გავისტუმრე საბუთები ყველაფერი ნორმალურად შესატანი შევიტანეთ ხოდა უკან სხვანაირად შემოატრიალეს და იგივე აზრს ვაგრძელებ მეც ბატონ ილიას არ ვაცალეთ საუბარი მე და ბატონმა თენგიზმა ასე გამოვიდა მაგრამ ძალიან სწორი აზრი იყო ბატონო გურამ ამდენი ადამიანი ვისგანაც თქვენ იყიდეთ მიწები ხო რომელიმე მათგანი მაინც თუ დადგა თქვენს წინააღმდეგ მოწმეთ სასამართლოში არა არც ერთი არა მარტო ერთი მოიყვანეს ის ავამტყობ გასაგებია დანარჩენს არც ქონდა პრეტენზია იმიტომ რომ ფული ქონდა თანაბარი მაშინ რაღაცა ღირდა და ისე მისცეს მაგნებს ეგ მიწები საკუთრებაში მერე საკუთრებაში რომ ისეს მომყიდეს მე გასაგებია ბატონო ილია ბოდის გიხდით გააგრძელეთ ეს ეხებოდა მხოლოდ იმ 17 ჰექტარს რომელიც თქვენ თხილის გასაშენებლად გინდოდათ თუ იმ საკარმიდამოსაც იმას ისიც საკარმიდამოს სადაც ცხოვრობდა 3000 კვადრატი მეტრი ხო პირველად რომელიც შეიძინეთ ხო ეს როცა ასახლება მოგვიხდა იქ პორტის მშენებლობა მიდის ხოდა ასახლება რომ მოგვიხდა მაშინ ყველას მისცეს თავისი ზოგს 10 მილიონი ზოგს მარტო იმ დროს იმით 6 მილიონი ნახევარი კომისია რომ მოვიდა ბატონო გურამი საბუთები ყველაფერი რიგზეო და აიღეო თანხა ხოდა გავხედე საკარმიდამოსი რომელიც ჰქონდა 700 3000 კვადრატიო თქვენ ახსენეთ 3000 სადღაც 700,000 ლარი მომწეს აი იმაზე ეს რომელ წელს ეს სახლი რომ მქონდა 3000 კვადრატული 17-ში არა მაგრამ 41000 კვადრატულ მეტროზე 6 მილიონი ნახევარი არის და აიღეო თანხაო მითხრეს რომ მივედი ამის მერე არ არისო ეს არისო რაღაცა მე ბანკში რომ მივედი არა მე გეკითხებით როდესაც თქვენ გთხოვდნენ ამ მიწების გადაფორმებას ხო ამ მიწებთან ერთად იმ 3000 კვადრატულსაც გთხოვდნენ თუ იმას არ შეხებიან თქვა ამის დაზუსტება მინდა იმ 41000 კვადრატულს არა 41-ზე გესაუბრებოდნენ ხო რომ გადმოაფორმებო მაგრამ თქვენ აღნიშნეთ რომ სამოსახლოდ 3000 კვადრატიც გქონდათ ამაზეც იყო საუბარი თუ ამაზე არ იყო ამაზე არ გასაგები ამის დაზუსტება მინდა ესე იგი ის 3000 კვადრატი დაგჭათ თქვენ საკუთრებაში ეს საკუთრებაში დაგჭა გასაგები იმიტომ რომ ამდენი არ შეეძლო მაგნებს რომ უსაკაროდ რომ დავეტევებინა ჩემთვის ცნობილი იყო მაგი რომ ვიღაცისთვის უნდოდა ეს პრესტიჟული ადგილი ვიღაცისთვის უნდოდა მერე მითხრეს ადიშვილს მიეცი ნახევარი და ყველაფერს გაგიკეთებენ მეთქი არავის არ მივცემ სანახევრო არაფერი არ მაქვს მეთქი ვინ გითხრათ ეგა ნო ეხლა ვინ და ისევ მაგნების ხალხმა ეხლა ეს პროკურატურაში არ იყო მაგრამ ვინც უშაობდა ნაციონალური მოძრაობა რო ერქვა აი ამ ხალხს იცნობდით იმ პიროვნებას ვინც ეგ გითხრათ
არც მახსოვს 15 წელი და 1 და 2-ს არ უთქვია რამდენი უნდა და თქვა აი ეს გააკეთებს ამ საქმეს არ მინდა მაგნების გაკეთებული საქმე მე ლოგურამ რაც შეეხება რომ უსახკაროდ ვერ დაგტოვებდნო უსახკაროდ კი არა ყველაფრის გარეშე ტოვებდნენ უბრალოდ იმ 3000 კვადრატზე თქობა ინტერესი არ გაუჩნდათ თორე ყველაფრის კადრებლები იყვნენ ხა მაინც ამდენი გადაიტანეთ და მაინც ადამიანობა შეგვჭათ და ადამიანური დამოკიდებულება მათ მიმართ ეს უკვე ხალხი იყო ისეთი ჩემს ხარეს იმდენი ხალხი იყო სამეგრელოში ვცვენოდათ რომ გავიდოდი ქუჩაში რა უყვესო ამ კაცს მთელი სამეგრელოს ამას ამბობდა როგორ ყაჩაღურად წაართვესო რა არის სად წავიდნენ და საიდან მოვიდნენ ეს ხალხიო და ეხლა კიდო დგანან და მიშას იზახიან იქ გუბერნიაში დგას 15 კაცი ოჯახის შვილები მაგრამ გზასაცდენილები მაგ 15 კაციდან რომელიმე მონაწილეობდა ამ თქვენთან მიმართებაში ამ მიწების ჩამორთმევის დროს? არა. მაგნებს დახმარება არ ჭირდებოდა. როლანდი რო იტყოდა, ეშინოდა ხალხს, ქუჩაში იჭერდნენ. გამოძიება დაიწყო, დაიბარეს ერთხელ და სასამართლომდე ვერ მიაღწია ზოგმა ინსულტი მიიღო ზოგმა ადგილზე გარდაიცვალა აი ამის დაზუსტება მინდა ეს სასამართლომდე ვერ მიაღწიაო ხო არ გახსოვთ სახელი გვარი ვინ იყო ეს ბევრი იყო ვისაც იცნობდით ან მე თქვენ ხანთარია იყო გაბისონია იყო ბევრი იყო ვერ ჩამოთვლი მინდორზე იჭერდნენ ხალხს მაგნები დამნაშავეს არ ეძებდნენ. მაგნები ეძებდნენ ვის რა ეკონომიური მდგომარეობა ჰქონდა და ვის ახლობელი ყავდათ აი ასეთი ხალხი იყო. დამნაშავეს არა, რაიმე რო ამოეგლიჯათ ხელიდან. აი ეს ხალხი იყო მაგნები. ბატონო თენგიზ ბძანეთ. ესე იგი მთელი ეს ოპერაცია ბატონი ანზორი ახსენეთ კიკალიშვილი. დიახ. მისთვის ფულის გამოძალვის ოპერაცია იყო პრაქტიკულად, როგორც თქვენ. ზუსტად. იმაზე გასასვლელად ემზადებოდნენ, მაგრამ მე გაფრთხილებული მყავდა მაგნები და მაგნებსაც აუხსენი. 10 წელი რომ მომისაჯოთ, ერთ კაპიკს ვერ გადაიხდიან ჩემზე, რაც გინდა ის მომისაჯეთ მეთქი. რატომ იყო ბატონი კიკალიშვილი ასეთი საინტერესო? ვინ არის რო აგვიხსნათ? ბიზნესმენია. ეხლა მისი თანხები აინტერესებდა. 21 საუკუნის საზღვარგარეთ არის. დიახ. წარმატებული ადამიანი, კენს იყრიდა ერთ-ერთ პუტინის დროს პირდაპირ რო ვთქვათ პრეზიდენტობას იქაური გაზდილი იყო გენერალი მამა ყავდა სამხედრო კაცი რუსეთის ფედერაციაშია დაბადებული? დიახ. და მასზე გასვლა უნდოდათ და ამიტომ გაგიუბედურეს ოჯახი. დიახ. გასაგებია. შესაბამისად თქვენი მხრივ იყავით ვიღაცაზე გასასვლელად, მათთვის სასურველი პირისთვის ფულის წასართმევად. უნდა ყოფილიყავით იარაღი, რისი საშუალებაც თქვენ არ მიეცით და ამიტომ დაგაზარალეს. გასაგებია. ეს სქემა რო დავინახოთ, იმიტომ რომ ჩვენს დასკვნაში სხვადასხვა ინდივიდუალურმა საქმეებმა უნდა მოგცეს საშუალება, რომ გამოვკვეთოთ სისტემის მახასიათებლები. ბატონი გურამი იყო მძევალი და მისი მეუღლე და შვილი იყვნენ მძევლის მძევლები. დასავლია. მეგობრებო, ბატონო გურამ, ესე იგი ბატონი გოდერძი ცდილობს რომ ჩაერთოს